პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით მაღლაკელიძესთან და გუბერნატორის პირველ მოადგილესთან კახაბერ გუგეშაშვილთან ერთად მიულოცა. ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები კულტურისა და დასვენების პარკში მიმდინარე კონცერტს დაესწრნენ და ადგილზე გახსნილი გამოფენა დაათვალიერეს. ქალაქის მერმა პატარებს დღევანდელი დღე პირადად მიულოცა დავით ჯიქია კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ კონცერტს დაესწრო. ადგილზე ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე და რუსთავის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. მე მინდა რუსთაველი ბავშვებს მიულოცო დღევანდელი დღე, ანუ დღეს არის ბავშვთა დაცვის დღე, ასევე მინდა მიულოცო ნინოობა. დღეს ქალაქის პარკში იმართება ღონისძიება, მონაწილეობენ ბავშვები, ანუ მათივე შესრულებით ხდება და ამ შემთხვევაში ჩვენ როგორც მასპინძლები, თანსტუმრები ვართ ჩამოსული და საკმაოდ ლამაზი და კარგი დღე არის. გუბერნატორის ადმინისტრაციის სახელით მე მინდა მთლიანად საქართველოს ქვემო ქართლის რუსთავის პატარებს მიულოცო ეს ლამაზი დღესასწაული და ეცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში, უღრუბლოცა და მშვიდობიან დედამიწა ქონოდეთ. გამოხარულები ვართ, ესეთი ლამაზი ღონისძიება ტარდება და ჩვენი მხრივ ხელი შევუწყოთ ყოველთვის ასეთი ლამაზი ღონისძიებების გამართვას. დღეს ოფიციალურად აღინიშნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა დღე, ყველა საათი ბავშვებს ეკუთვნის. მე მინდა მიულოცო ყველა ბავშვს, ყველა მშობელს დღევანდელი დღე და ვუსურვო წარმატებულ, განვითარებულ ქვეყანაში ეცხოვროთ. კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ ღონისძიებებს დღეს საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე და მაჟორიტარი დეპუტატებიც დაესწრნენ. პატარებმა მათ წინაშე თავის სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით მოიწონეს. სცენაზე ფოლკლორული და საესტრადო ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები გამოდიოდნენ. დღევანდელი დღე მიულოცო მინდა პატარა ჩვენს მომავალ თაობას, ბედნიერება, სიკეთე, სიყვარული და წინსვლა გქონოდეთ ყოველთვის. მომავალი მათი ყოფილიყოს, არა ესეთი პრობლემები დატვირთული, უფრო სიმშვიდით და ყველას თავისი პროფესიით გქონოდეს თავისი ცხოვრება მოწყობილი. ეს წელი 1950 წლიდან არის ყველა ქვეყანაში და ხელისუფლებას ყოველთვის ახსენებს, რომ ჩვენ სახელმწიფო ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ბავშვების უზრუნველი ცხოვრებისთვის. ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელმა პირებმა პარკში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დღის ცენტრის ბენეფიციარების მიერ შესრულებული ნამუშევრებიც დაათვალიერეს. გამოფენა გაყიდვაზე მათ სიმბოლურად საჩუქრებით შეიძინეს.